ბატონებან, მოდი დავიწყოთ დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს 9 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. თქვენთვის რა არის ეს გადაწყვეტილება, როგორ შეაფასებთ? ჩემთვის კი არა, ნებისმიერი ადამიანისათვის, ვისაც ოდნავ ჭკუა მოეკითხება, ეს გადაწყვეტილება არის ხელისუფლების მიერ სასამართლოზე ზემოქმედების შედეგად, თუმცა სასამართლო სადარი არ არსებობს ქვეყანაში, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დევნა, რომელიც აი ამ ასე ვთქვათ, უგუნური გადაწყვეტილებით გამოიხატა. 9 მილიონი, მოდით რადგან აჭარის ტელევიზიაში ვართ. აჭარიდან მოგიყვანთ ფაქტებს და ყველა შემდეგ საკითხზე მე შევეცდები ჩვენს მოქალაქეებს და პირველ რიგში რა თქმა უნდა აჭარის მოსახლეობას გავაგებინო მათთვის ახლო ასე ვთქვათ მაგალითებიდან 9 მილიონი 9 წელიწადი იყო მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტი. გაყავით 9-ზე და წელიწადში არის 1 მილიონი. ეს არის უცხო ვალუტაში $300,000. $300,000 დაწყებული თვითმფრინავში რომ ასე თქვა სადღაც მიდიოდა და ბენზინს ასხამდა და დამთავრებული კაჩინსკის რომ ყვავილები მიუტანა და დაუდო ყაველაშვილმა 80,000 ლარის ტენდერი გამოაცხადა ყვავილების შეძენაზე. 80,000 ლარის და ეს ყვავილები და უმცირესობების იმაში რა ქვია ეთნიკური უმცირესობების დასახლებულ რეგიონებში წიგნები რო ჩაქონდა ბავშვებთან ესეც კი ხარჯებში ჩაუთვალეს. ყველა ხარჯი რაც კი მან გაწია 9 წლის განმავლობაში და მოუძებნეს 1-2 ასე ვთქვათ თუნდაც რაღაც პიჯაკების საქმეს ეძახიან ეს პოლიტიკურად ასე ვთქვათ გააბუქეს და ასეთის რომ იყოს შეიძლება იყოს ეს 200-იან